შევბოდიოდეთ, ძალიან ძვირიანი სავაჭრო ცენტრი იყო. ჯინს ვეცი ბეტაკე იქ შარლებს სწრაფად წავიდეთ აქედან. აქ საჩვენო არაფერი არ არის, ეს 119 евро ღირდა, ნახეთ. არდა ძალიან კარგი ჯინსი იყო, მთელი სული და გული დავტოვე მასთან. აქ რას ბეტაკე რა მინდოდა, არ მახსოვს ვლაპარაკობ, მაგრამ სავაჭრო ცენტრში იყო ჩართული მუსიკა, რაზეც აუცილებლად გამიჭედავდა YouTube-ი. ხო, ვალენტინოს ჩანთავი პოვე, ესეც 119 евро ღირდა, მეტი არ იცოდნენ იმ მშობელ ძაღლებმა. ესეთი კაბა მე მქონდა, უკან ბანტი ქონდა და იმიტომ ვეტაკე. ნელა ათი გოგო კიბეზე მან სადღა იყურები ცხვირპირი არ დაიმტვრიო. ხო, ესენი არ ვიცი რა არის, გაჩვენეთ უბრალოდ. ურა კარგი ლიფია. არ მახსოვს რა ღირდა, ოღონდ კატასტროფა ფასები ღირდა. კატასტროფა. ესეც გადი, რაღაც დაწანწალებ მათ. წავედი, ეხა ტუფლებში ჩავედი. რა ლამაზა დალაგია, მიგიზიდავს, ესენი არ ვიცი, ალბათ ტუფლის გასაწმენდი ზეთები იყო. თამარის ის ქოშებს ვეტაკე და ძვირი ღირდა, არც ისე 59 евро ღირდა. ესეთი ტუფლი ერთ ქარლს უნდა კონდეს, თქო ეს ფლოსტი აბაზანის შესასვლელად საჭიროა, თქო ალბათ ვიძახი. არ მახსოვს, რას ვაკეთებ ნეტავ. ეს ძალიან მომწონს ესეთი სტილის, ცოტა მობებრულო რაღაცები, ხო გითხარით. ესეც მომეწონა, უღონდ ძალიან კოლოსალურ თანხებიანი მაღაზიაში მოვხვდი და სასტრაფოდ გამოვბრუნდი უკან. წყალს თითქოს ვერ ვსვავდი, ჭიქით ვეტაკე ამას მიმიზიდა, ძალიან მომეწონა, გადავირიე, ფერები, რომ დაგალევინებს წყალს, 54 евро და 99 ცენტი, გაქრით, სულ არ დავლევ წყალს მაგ ფასად. რა უნდა ცოტა პატარა 44 евро, ეხა 10 евро არ ვიცი, საშინელი ფასები იყო, გეუბნებით საქართველოში მეგონა თავი დავდიოდი და ვიძახდი, რომ რაღაცა ხო შეიძლება რომ იყოს. ნასკებიც კი ძალიან ძვირი ღირდა, წელწინდები. არ ვიცი, არ მახსოვს, გაჩვენებთ. რაო, 43 евро. მოკლედ რა, სად შეხვედი, დორა, გადი მაქედან, გადი და წადი, სხვა მაღაზიაში წადი. ეს რაღაცა ბიუბლო, სადაც საუბრად გვაქვს შეტანილი. დავატარებ საფუძვლს. ძალამაზია, მაგრამ ჩემი ლაკოტახი უფრო მომწონს. დავიდეთ დეკაში. ფილინგენში არის აუთლეტი. რაღაცა მასეთი. არ ვიცი რა უნდა ვიყიდო, მაიძულებენ რომ რაღაცა ვიყიდო და წავიდეთ. ნახეთ რა ლამაზია. აქ არც ნავიგაცია მჭირდება და თითქოს წინაზე რო ვიყავი მარტივად მოძრაობ ხარ. კუჩის ბოლოშია საბუელი. სასტიკატშია. ტანის ამოსის მაგი არ ტანსაცმელი არ მინდა. ხილად თეთრეულის რეგას ვაპირებ, იმიტომ რომ აქ ძალიან მოწონს ხარისხი. ძირითადად აქედან მიმაქ ხოლმე და მე რემსვანიერით მემართება. ისე ვიხმარე მხოლოდ რეზინი დამრჩაო. მოგება ხო. ჯაკ ჯონსის ვაჟაზეც არის ეს მაღაზია. ძვიმა დაიწყო.
საღამოშვიდობის ჩვენი ჩვეული სახლიდან, ჩვენი სახლიდან. როგორ ახართ? მე ისე წუხელ ჩამოფრინდი. ორზე სადღაც მალევე ვიყავი სახლში. 5:30-მდე ვალაგებდი სახლს შეძლების დაგვარად. როგორ დამახვედრა 17 წლის, მე 17 წელიწადში მყოფმა შვილმა სახლი. კარგად თქვენ წარმოიდგინეთ. აი შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ. მაგრამ და ეგრეა. ცოტა მოფეთხო მოქალები რო არიან, ზემოდან რომ მიაფირთიხებენ და მიაფიშფიშებენ ხოლმე, ესე ქონდა, ანუ იატაკი მოხვეტილი ქონდა, ჭურჭელი დარიცხილი ქონდა, მაგრამ რომ მივატეკი, ეხლა არის 5 საათი, 5 საათიდან არ მძინებია 5-მდე, ეხლა დავასრულე აბაზანის ხეხვა და ჩემი თავის ხეხვა. ეხლა მინდა რომ წავიდე ფრესკოში და შევიძინო პროდუქტი, იმიტომ რომ სახლში მაქვს 10 წელი კვერცხი და მე კვერცხი იმდენ და არ მიყვარს რომ ვერ აღვიქვავ რომ იჭმება, თორე შემიძლია ეხლა შევიწვა 2 კვერცხი ძალიან პატიოსნად, მაქვს ძალიან ძველი დაახლოებით 4 დღის ალბათ სომხური ლავაში, რომელიც არ გადავაგდე, არაჟანი და მივირთვა, მეტი არაფერი არ მაქვს. მაკარონიც თუ ნიკას მოვუხარშე, მაგ შემთხვევაში ვჭამ ხოლმე. ხო და წავიდე რამე მოვიტანო, უმანქანოთ. მე მომაქვს ხოლმე ესე ერთად ქიმია ის რამდენი ქაღალდები მჭირდება, ის მჭირდება, არ ვიცი. ნიკოლოზოც გავარდნილია, რამდენი დრას შეუძლებ. ჩემი ალუჩა მენატრებოდა და შემოვიდა და თვალები მეჭყიტებოდა და ნახოთ რა ღირს იყიდოთ. თქვენი ნახეთ როგორ წავედით ეკაში, არ ვიცი მგონი სწორად ვამბობ და ისე ქვია სავარაუდოდ, რომელიც არის აუთლეტი. ოღონდ საქართველოში რა აუთლეტებია ისეთი არ არის, აი მაგალითად ის სადაც დაგათვალიერებინეთ, ის ძალიან ძვირიანი სავაჭრო ცენტრი იყო. ახლა მაგალითად ის წყლის დასალევი თერმოსი 59 евро ღირდა, მგონი თუ სწორად მახსოვს. არის ნამდვილი აუთლეტი, სადაც 300 ევროიანი ჯინსის შარვალი შეგიძლიათ იყიდოთ ყური მებხანება. 20 ევროთ, 25 ევროთ. ხო და რა ვიყიდე? ძალიან საინტერესო რაღაცები ვიყიდე. ხომ გითხარით რომ შიდა თეთრეული საყიდლად გავდივართ ხო? და მხოლოდ ამ მაისურებს გაჩვენებთ, რომელსაც მე ვხმარობ ბიუსგალტერის მაგივრად. ეს არის ვიღაცა ლაურასი. ლაურა აშლი, არ ვიცი. 4 ცალი ღირდა 20 евро თუ არ ვცდები. ძალიან პრაქტიკულები ამას მე ღრუბელიანსაც არ ყიდულობ ხოლმე, ამას ღრუბელიც აქვს. ძალიან მომეწონა და ძალიან კმაყოფილი წამოვედი, იმიტომ რომ ელი ვიყიდე, XL-ი რო ყოფილიყო, უფრო კმაყოფილი წამოვიდოდი, მაგრამ იმედად დავრჩი რომ მეიჩაჩება. ამას აქვს ბებია ჩემს რო ნიფხვები ეცვა, ზუსტად ისეთი ნიფხავი რაც ვერ გაკადრებთ, თავისივე ფერებს ძალიან მაიჩნით, ძალიან პატიოსნური, ძალიან კარგი რა. ისინიც წამოვაყოლე, ისიც მას აღიღდა. ეს ასე. პოლოს ბრენდის ესე ბრენდებად ალაგია რაღაცეები და იყო სავსე ახალი შევსებული იყო, როცა ახალი შევსებულია, უფრო მეტი რამის ყიდვა შეგვიძლია ხოლმე. მე მეორედ ვიყავი სულ მაგ მაღაზიაში, მაგრამ უკვე ერთხელ რო იქნები, მეორედ რომ მიდიხარ, კარგია. ამას ფასი არ აქვს, მხოლოდ თავისი იარლეყები აქვს. ფასი მოვაძრე ეთყობა, იმიტომ რაღაცებს დავაძრე რომ მოვდიოდი, თუ სწორად მახსოვს 24 евро მივეცი 59 ევროდან და ძალიან შემეყვარდა ესეთი ტიპის მაიკები და ცოტა სხვანაირი ჯინსის შარვლები, რატომ ეცვა ის ამოტყლურცული და წელში გამოყვანილი რაღაცები არ ვიცი. ბიჭებსაც ნიკო ჭამა მოიცვა და თეთრი ესეთი პოლო ჩამოუტანე საყელოს გარეშე, დავით ლურჯი ჩამოუტანე, მეზარება გამოტანა. სიტყვაზე მენდეთ, დაახლოებით ესეთია, ოღონდ ცოტა სხვანაირი ფაქტურა.
ესეც ჩემთვის შევიძინე და ძალიან მომწონს, ანუ შევეცდები რომ ხელით გავრეცხო და მზეზე არ გავფინო, რომ ისედაც ცოტა მოხუნებული ლურჯი ფერი აქვს. ძალიან ბუნებრივი მაიჩნი ნაჭერია, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გემრიელად მოვიხმარ. ეძებდი ჯინსებს ცხოვრებაში, ასეთი ჯინსი არ მწმია, მაგრამ ეს ხა ყველაფერი ხონდა გააკეთა. ვერიდე და რამხელა ეს ახლდა. არც ისეა პატარა, მაგრამ ახლდა უფრო დიდია. ასეთი ჯიბეები აქვს და ასეთი ბოლო. უკანაც რაღაცა მავია, რომელიც 89 ევრო და 95 ცენტი ღირდა თავისი заводской ფასი და მე მივეცი 23 ევრო ალბათ. მეც ვერ ჩავტევდი უბრალოდ ფიზიკურად, არა და რაღაცები კიდევ მჭირდებოდა. გაბორის ფირმის წვანე, არ ვიცი მასეთ ფეხსაცმელებს რა ქვია, ღმაცვია ხოლმე ხშირად ვინც ჩემები ხართ გეცოდინებათ, ირინა მიყიდა საფრანგეთში რომ ჩავედი. და ფეხი რო ჩავდგი მივხვდი რომ მინდოდა კიდევ მასეთი. თამარისა და გაბორს შორის ვაკეთებდი არჩევანს. სლოვაკეთი აწერია სლოვაკეთშია დამზადებული, მაგრამ ნახეთ რა ლამაზი ფერია. და როგორი გოგოშკურია. და როგორი ძალიან ლამაზია. 100 ევრო ღირდა და მე მივეცი 49-99-დან განახევრებული იყო. კიდო რა ვიყიდეთ. ჩემი ხეხვის ამბები ხო იცი? ხეხავ და ხეხავის ხო რეცხავდა. ხეხავ. ქუსლები. ფეხები არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამე. მეკეტება. და არ მაცვია ნასკებს ვერ ვიტან. მიყვარს მოვლილი ფეხები და არ მიყვარს ნასკები, ეს ხო უშიეთ გამომრიცხავია. თავისი ასეთი სატენით, ესეც იქ 12 ევრო და ყვილი ჯაგრისები წამოვიდა უკვე ვიხმარეთ გავფუღანით. ძალიან მინდოდა ტანის გასახეხი მაჩალკა, ტანის გასახეხი, რომელიც არის რეზინის თავისი მასაჟორებით. ვერ ვიპოვე. ხშირად არ არის ხოლმე ის რაღაცები წინაზე ჩამოვიტანე და ვხარშავდი და ძალიან დიდ ხანს ვიხმარე და უკვე ბოლოს აღარ იხარშებოდა, შემეშვითო, წადითო. შემდეგ ყველა ტიკტოკერი რო არეკლამებს. ყველა რომ ამბობს რომ ვაიმე რა მაგარიაო. ველედა serum drops გერმანიის წარმოებაა. ნახე ეს მაღაზია ველედასი, მოვიხიბლე ჩვენთან იმის მიათედიც არ არის, GPS-ი შემოიტანა და ისევ არ ვიცი, გაიტანა თუ რა ქნა. მოკლედ, ჩემს კანზე კვებავის შემდეგ არის საოცრებო, ეხა არ მისვია. ზესუმზირისაც შეიცავს გოგოებო და თუ ვინმეს გაქვთ ძალიან ფრთხილად იხმარეთ, იმიტომ რომ ალერგიას და დამწუხრებებსაც იწვევს ხანდახან. ძალიან მომწონს. გადავიდეთ ახლა ტუჩები დამეწვა წინა ფრენაზე, ახლაც ეს მისვია. გაპოხილი მაქვს. ეს არის ბალმი, რომელიც მე ტუჩზე ფერს იცვლის. არ მახსოვს რა მივეცი. 3 ევრო, 2 ევრო. ვინ არის ისიც არ ვიცი. დავერიე პამადებს, მეტი ვერაფერი ვერ წამოვიღებდი ვერაფერს. ხო, ეს არის არტ დეკო. უბრალოდ ნახეთ რა. არ წამიცივი ჯერ. ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. 3 ფერია და მე ხო ძალიან პატარა ბავშვით მიხარია და მიყვარს რაღაცები და რაღაცა წელს პამადებზე გავჭედე. კიკო. ამაში ძალიან იაფები მივეცი, ასეთი. მე მომწონს ესეთი ფერები. მიყვარს. და ეს ჩემ დასავაცალე ნარსია? კი. რაღაცნაირი ფერიაო.
და მე რწავის ძალიან მომეწონა ამას გადავისხოთ შორს და მოვალაყლყ ესეთ ქაჯი ვარ პომადისტოს მოწავლე უნდა დავისწავლო ქალობა გადავტეხე ესენი ჩამოვიწარე სულ ეს იყო რაც შევძელი ძალიან ბევრი რამის წამოღება მინდოდა თუნდაც ის რომ ესე ჩადიხარ ყველი ძეხვი მიჩინა რაღაც ეს რაღაცები წამოიღო ძალიან საერთო საშუალებები ფხვნილები ვიდექი ისე ედეკაში და ვუყურებდი და ვფიქრობდი რომ რატო არ მაქვს ჩემოდანი თქო დომესტოსებიც კი განსხვავებული იყო და ხეხვა მოგინდება ირო არ გინდოდეს ძალიან მოგინდება დავცალე მთელი დომესტოსი და ჩემადამ გითხრა რა უყავიო და იმდენად სასიამოვნო სუნი ქონდა და იმდენად კარგად იხეხებოდა რომ რამდენი აბაზანეს შევდიოთ იმდენი უნიტას ვხეხავდი საერთოდ საშუალება ქიმიური უნდა იყოს ასეთი შენ ხო იცი რომ ის ქიმიურია მაგრამ რაღაცა ცოტა არაქიმიური სუნიც უნდა მოდიოდეს წავედი ახლა მე დევერეკე უნდა ჩავდგე ფორმაში მოვერგო საქართველოს ვნახო ახლა 2 ევროდ და 3 ევროდ რო ყიდულობდი ძეხვებს და ძეხვს არ ვჭამდით ყველებს და ასეთ დიდ კილა იმას ყიდულობდი ხოლმე როგორც გაწურული მაწონი ისეთი რაღაც იყო